სახელითა მამისათა, დადისათა, დაწმინდისა სულისათა, აზდა მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს საღვთო ლიტურგიის აღსრულებას, წმინდა ზიარების მიღებას, იმიტომ რომ წმინდა ზიარება არის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა, ყველაზე დიდი მოვლენა. ასე ამბობენ მამები, ასე გვასწავლიან. ქრისტე არის ცხონება ადამიანთან, მასთან შეხება განკურნა ადამიანი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად აღიყვანა ცად და მიიყვანა მამისათანა და მარადილ ცხოვრებას აზიარა, მაგრამ ამაღლების შემდეგ არ ქონდათ ადამიანებს პირადად მასთან შეხების საშუალება. ამიტომ მაცხოვარმა დააწესა წმინდა ზიარება, რომ ყოველთვის, ყოველ საუკუნეში, ქვეყნის დასასრულამდე ადამიანს ჰქონდეს მასთან შეახების, მასთან შეთვისების, მასთან ერთობის ქრისტესთან, იმიტომ რომ ქრისტეა ხიდი, ქრისტეა მაცხოვნებელი, ქრისტეა მხსნელი, სხვა დედამიწაზე ხსნელი, გადამრჩენი, ცხონებაში მიმყვევი არავინ არ არის გარდა ქრისტესი. ამიტომ არის ზიარება არის ზიარება ღმერთთან. ეს არის მის ბუნებასთან, მის საღვთო ენერგიებთან, განწმედ ენერგიებთან ზიარება. როგორ თქვით, მაცხოვარია მხსნელი, ამიტომ ადამიანისთვის სასიცოცხლო დაუცილებელია, რათა შეითვისოს მისწავლებას. ბევრი ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარ, მე გულში მაქვს ქრისტე და ასე შემდეგ. შენ ქრისტიანი ხარ? მაშინ შენ უნდა ასრულებდე სახარებას. შენ უნდა იცნობდე სახარებას. შენ უნდა გაითავისო სახარება. იმიტომ რომ მამები გვასწავლიან. ქრისტე თვით სახარებაა. თუ შენ ამბობ, რომ მე ქრისტიანი ვარ და გარეგნულად ხარ შეფუთული, გაცვია, ანაფორა, ჯვარი გიჭირავს ხელში და ასე შემდეგ იძახი რაღაცა სიტყვებს, მაგრამ შენ სახარებას არ ღვევ, მაშინ შენ არაფერი წილი არ აგაქვს ქრისტესთან. არა, თუ არ ღვევ, ჩვენ ყველა ვარ ღვევთ. სინანული მაინც უნდა კონდეს, რომ მე სინანულით ვარ ღვევ ამას, მაგრამ როდესაც შენ უღულებელს ყოფ სახარებას, იმიტომ რომ სახარების ზუსტი გაგება და სწორი შესრულება ადამიანს ყოფს ღვთის მონად. ღვთის ერთგულ მონად. დანარჩენი დებოდა ძმებო არის ხიბლი, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება. აუცილებლად ადამიანი ან აზროვნებაში, ან ცხოვრებაში გამოჩნდება სიმახიჯე, თუ კი ის სახარების მიხედვით არ ცხოვრობს და არ ითავისებს სახარებას და არ აქვს გათავისებული. რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების პროცესია და ნენელა უნდა მოხდეს, მაგრამ მე ვგულისხმობ ძირითად პრინციპს, რომელთაც იღება ეს კარი სულიერ ცხოვრებაში. სხვანაირად ეს კარი არ იღება. სხვანაირად ეს არის დროებითი, მოჩვენებითი რაღაც სულიერება, რომელიც აუცილებლად კრახამდე დამთავრდება. სახარება არის გზა ღმერთამდე და ქრისტეს შემეცნებამდე. საერთოდ თუ შეამჩნევთ, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რა სახარების მონაკვეთიც იკითხება, იმიტომ რომ ეს არის ეკლესიის კურთხევა იმ დღეს, იმაზე ვიქადაგო, ამდენი წელია არ დამირღვევია, მაგრამ ეხა გარემოებები ისეთი გარემოებები არის, რომ აუცილებლად რაღაც ეს თემა უნდა შევცვალო და სხვა თემაზე უნდა ვილაპარაკო, იგივე რელიგიური თემა, რა თქმა უნდა, არც პოლიტიკურია და არც ეკლესიური ჭორებზეა, ესა არის ღრმად რელიგიური თემა, ლოცვას ეხება. ამასთანავე ერთმა არქიმანდრიტმა ისეთი მკრეხელური სიტყვები თქვა ეთერში, რომ მე ესეთი ათეისტებისგან თუ მომისმენია ლოცვის შესახებ. პირდაპირ ეს არის ლოცვად ხო არის ხატმებრძოლობა, ეკლესიად მებრძოლობა, ეს არის ლოცვად მებრძოლობა. და ამას როცა აკეთებს არქიმანდრიტი, ეს არის შემაშფოთებელი. მე ასეთი უმეცრება, ასეთი უვიცობა არ მინახია და არ ვიცი, მკრეხელობა რავი დავარქვა ამას. იმიტომ რომ
ლოცვა არის ღერძი, რომელზეც დგას ქრისტიანი, რომელზეც სახარება დგას. რასაც ასწავლებს ქრისტიანი და ამას თუ მოჭრი, ესე იგი დამთავრდება ქრისტიანობა რა. მაგრამ კიდევ რატომ გადაწყვიტე ამაზე საუბარი და კარგია რომ ამაზე ვისაუბრე, იმიტომ ჩემთვის სასარგებლო იყო, იმიტომ რაღაცა სისტემაში მოვიყვანე. ამდენი წელი ამაზე ვიცით, ლაპარაკობ, ლოცულობ, ცხოვრობ, მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი გავიკეთებია. მიუხედავად ამისა, რომ შედეგი დიდი არაფერი არ აქვს, მაგრამ მაინც ჩვენი პროფესია ის, ხო? ესე ვთქვა, ლოცვა და მსახურება და მაგრამ სისტემაში მოვიყვანე, იმიტომ რომ ეს საზოგადო ჭირია, დებოდათ. ეს არ არის ამ არქიმანდრიტის პრობლემა მარტო. ეს საზოგადო ჭირია. იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად ადამიანებს უჭირთ ლოცვა. და შეიძლება პირდაპირ თქვათ, რომ იმიტომ არ ვითარდება დღეს სულიერი ცხოვრება, იმიტომ რომ ლოცვაში არის გადახრა. ან არ ლოცულობთ საერთოდ, ან კი არასწორად ლოცულობთ, რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს ადამიანისათვის. ამიტომაც არ იქნება ურიგო, რომ ისევ ამ თემას შევეხოთ. ეს თემა ეხლა კი არა. ძალიან ხშირად ქრისტიანზე, როცა ამბობენ, რომ ქრისტიანი ლოცვა არისო ხელოვნებათა ხელოვნებაა, ესე ჩუმად იყავით რა. ხელოვნებათა ხელოვნება არის. ხელოვნება როგორ ისწავლება? მუდმივი შესწავლით, დაკვირვებით და პრაქტიკით. და როგორ შეიძლება ლოცვა ამის გარეშე ისწავლოს ვინ? როცა არც თეორიული ცოდნა გააქვს, არც ინტერესი გააქვს, როგორ შეიძლება არც პრაქტიკა, როგორ შეიძლება დაიუფლო ამ ხელოვნებათა ხელოვნებას, მეცნიერებათა მეცნიერებას, უმაღლეს მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია რომ ყველა სიკეთის წყაროსთან, ღმერთი არის ყველა სიკეთის წყარო. ერთადერთი საშუალება ხიდი არის ლოცვა, რომლითაც შენ შეგიძლია ეს სიკეთე გაითავისო შენ, მიიღო მისგან. და ამიტომ მთლიან სულიერ ცხოვრებას უნდა დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანი, მაგრამ ლოცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევს. ეხლა მე მოვიყვან ციტატე, ცოტა დამღლელი კი იქნება ციტატების კითხვა, მაგრამ სახარებაში გაბნეულია და შეიძლება არც გახსოვთ ეს სიტყვები სახარების და მეც რამდენიმე რომ მქონდა წაკითხული, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ვნახე პირდაპირ ისწავლება ლოცვის შესახებ მაცხოვრის და ნახეთ როგორ ისწავლება. ვერაფერი ვერ გადაუვლის ამას. და ჩვენ დავინახავთ, რომ ყველა ვინც ამას თავისი ბინძური ხელებით შეეხება, ყველა არის ანტისაგან წამოსული, ანტისულისგან წამოსული ეს ხელები, რა. მაცხოვრმა გვასწავლა ლოცვის შესახებ როგორც სიტყვით, ასევე გვასწავლა საქმით. ეხლა მოვიყვან ციტატებს და პირველი იღვიძებდი და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. ამბობს მაცხოვარი. რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, ღმერთმან რამე თუ მიიღო და გეყოს თქვენ. ანუ რომელსა ლოცვას შინა ითხოვდეთ, გრწმენინ რამე თუ მიიღო და გეყოს თქვენ. ესე იგი ლოცვის ნამხედა მნიშვნელობა, რამხელა ვინ ვარ ჩვენ? ვინ ვარ ჩვენ სამყაროსთან, ღმერთთან, ვინ ვარ? არაფერი არა ვარ. ჩვენ ვართ გარშეზღული, მსწრაფ წარმავალი, მსწრაფ მოკვდადი, არაფერი საერთო არ გვაქვს. მე გულისხმობ უზარმაზარი ქნილება ადამიანი, მაგრამ ღმერთთან არ აქვს მას კავშირი. ერთადერთი მარტო საღვთო ენერგია, ერთადერთი მხოლოდ ლოცვა არის, რითაც შეგიძლია ეს წარმოგიდგენთ რა ნიჭი მიცა ღმერთმა ადამიანს, ლოცვის ნიჭი, რომ რასაც ითხოვ მისგან, აი ამ ნიჭით შენ მიიღებ ამას. თუ რა თქმა უნდა შენი ცხონებისთვის არის საჭირო. ჯერარს მარადი ეს არის მარკოზის 11:14. ჯერარს მარადის ლოცვაი, რათა არა ეწყინებოდეს ლოცვასაშინა. ნახეთ, ესე იგი ლუკას სახარება მარადის ლოცვაია საჭირო. ესე იგი რა არის ქრისტიანი? ქრისტიანი არის ლიტურგიული არსება. ზნეობრივი, მორალური, დოგმატური, მაგრამ თავარი ლიტურგიული, ლოცველი არსებაა ქრისტიანი. ჯერას მარადის ლოცვაიო.
აი ეს ანიჭებს ადამიანს ამარადიო ლოცვას. რათა არ აეწყინებოდეს, არ მოიწყინოთო ლოცვაში. მხოლოდ ლოცვითა და მარხვითა განიდენების ადამიანის ეშმაკისეული. ეხლა ვინმეს გონია რომ მანდამაინც ეშმაკისეული უნდა იყოს. ორგვარი ეშმაკისეულობა არსებობს დებოდაცმეულ. ერთი არის ეშმაკისეული, როდესაც ადამიანი წართმეული აქვს, საკუნა მას ჩასახლებული ეშმაკი და მეორე არის, როდესაც ადამიანი ეშმაკის განზრახვებს ასრულებს. ცოდვებს ჩადის. იმიტომ რომ ყველა ცოდვა ეშმაკია. როდესაც ჩვენ ვცოდავთ, ესე იგი ეშმაკის სახარებას ვასრულებთ. ამიტომ ამიდან განთავისუფლება, როდესაც ჩვენ არ გვიყვარს ძმა, როდესაც ჩვენ ვრისხან, როდესაც ჩვენ უმოწყალოვართ, როდესაც ჩვენ და 1000 შემდეგ ჩვენ მაშინ ვასრულებთ ეშმაკის ნებას. განთავისუფლება აქედან მხოლოდ ლოცვას და მარხვა შეუძლია. უფალმა თვითონ ლოცვა გვასწავლა ჩვენ. მამაო ჩვენო პირადად გვასწავლა და ჩვენ ვიცით ყველა თუ რას ნიშნავს ეს ლოცვა და რამდენად მნიშვნელოვანი ლოცვაა. პირდაპირ ლოცვა გვასწავლა, ლოცვა რომ საჭირო არ ყოფილიყო და მარტო შემეცნება და კითხვა ყოფილიყო საჭირო, ლოცვას არ გვასწავლიდა უფალი და ამდენს არ გვეთყოდა და არ გვასწავლიდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი მეზვერეს ლოცვა. ნახეთ, მეზვერეს ლოცვა, ლოცვის დროს გვასწავლა სწორი ლოცვის ფორმა. მე არ ვილაპარაკებ ფარისეველზე, მეზვერეზე ვილაპარაკებ. ნახეთ, მეზვერე რას ლოცულობს მეზვერე? ორი სიტყვა არის. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს ამას. რა არის ეს? დედამიწაზეო, რა არის ყველაზე დიდი ვეკითხებიან ბერს? ყველაზე დიდი დედამიწაზე არისო სინანულით ლოცვა. ანუ მეზვერეს ლოცვა. მეზვერეს ლოცვა დღეს შეიცვალა იესოს ლოცვით. ეს იგივე შინაარსია. ღმერთო მილხინე მე ცოდვილს ამას და უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი, ორივე ერთი და იგივეა. ამიტომ ნახეთ პირდაპირ ღვთის კურთხევაა ეს. ერთხელ ერთ ბერს ეკითხებიან, რომ უფალს ეკითხება ერთი ბერი, რომელიც ლოცულობდა ეშმაკზე, რომ ღმერთო აცხონო ეშმაკიო. და იმიტომ რომ ცოდვაო შენი შექმნილიაო და უფალმა უთხრა, რომ თუ კი ეგსო იტყვისო უფალო შემიწყალესო, მაშინ მე მოცხონ. ესე იგი უფალო შემიწყალეს არ ამბობს. ესე იგი ვინც უფალო შემიწყალეს არ ამბობს, წარმოიდგინეთ, რა დღეში არის ის? ვის გავს ის? მოციქულებიც იგივე სწავლებას ავრცელებენ. ესე იგი მოციქულები, ნახეთ, მაცხოვარს არ ეუბნებიან, რომ მასწავლე ქადაგება, მასწავლე სასწაულების ასრულება. ეუბნებიან, მოძღვარო, გვასწავლე ჩვენ ლოცვაი. წარმოიდგინეთ. და უფალი ასწავლის მათ, ასწავლის მამაო ჩვენს. და ნახეთ უფრო მნიშვნელოვანი. პავლე მოციქული ამბობს. რათა ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეგრძალეთ. ესე იგი ჩვენი საქმე არისო ლოცვაო და სიტყვის მსახურება, ანუ სახარების ქადაგება. პირველი რა დგას? ლოცვა დგას. და მხოლოდ შემდეგ არის სიტყვის მსახურება, სახარების მსახურება. და პავლე მოციქული იგივე სიმეორებსაც მაცხოვარი მოუკლებელად ილოცებდითო. მადლობდითო და გიხარობდნენ და მოუკლებელად ლიცავ. წმინდა მამებიც იგივე სწავლებას. ყველა წმინდა მამამ ლოცველი იყო და ისინი ამბობდნენ ლოცვის გარეშე ვერავინ მიაღწევს სიწმინდეს. ისინი ლოცვას უწოდებდნენ დედად სათნოებისას. მოიპოვე დედა და შენ ყველა მისი შვილი, ყველა მისი სათნოება გექნება. ისინი ამბობდნენ ლოცვა არის სულის საკვები და სასმელი. ისინი ამბობდნენ ისწავლე ლოცვა და შემდეგ მარად ილოცე. და ამით შენ თუ კი ასე სწორი ლოცვით ილოცებ, შენ იქნები ცხონებულთა რიგში. ესე იგი ნახეთ, ცხონებას უკავშირებენ სწორ ლოცვას. თუ შენ ილოცებ სწორი ლოცვით,
შენ იქნები ცხონებულთა რიგშია. და ლოცვა წმინდა მამები ამბობენ რომ არის ზიარება სიცოცხლესთან. იმიტომ რომ სიცოცხლეა ქრისტე. იმიტომ რომ სიცოცხლე არის მხოლოდ ისაც მარადიული. რაც ახლა ჩერდება და წყდება და ხვალ შეიძლება დამთავრდეს ის არ არის სიცოცხლე. და ამასთან ზიარება არის ლოცვა. დღეს არის ხსენება წმინდა მამის გაბრიელ ბერის მე გადავხედე და დავიკითხე მისი სწავლებები და საოცარი სწავლებები აქვს. საოცარი, ესე იგი ფაქტურად ამ სწავლებებს ჩვენ ვიცით მარტო მისი სასწავლმოქმედება, მაგრამ მისი სწავლებები ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სასწავლმოქმედება. და ერთ-ერთი სწავლება მამა გაბრიელის ლოცვის შესახებ არის. მასთან მიდიან და ეკითხებიან რომ რომელია სწორი ლოცვაო, გაუფანტველი ლოცვაო კი გაუფანტველი ლოცვა, სწორი ლოცვა, მაგრამ ეს არ არის სრული ლოცვა. რომელია ლოცვაო, ხშირი ლოცვა, ხანგრძლივი ლოცვა, უწყვეტი ლოცვა, სწორია, უწყვეტი ლოცვა, ხშირი ლოცვა, ყურადღებიანი ლოცვა არის ლოცვა, მაგრამ ესეც არ არისო. თავად მაშინ რა არისო? და ამ დროს მოვიდაო ერთი ვიღაც ახალგაზრდა კაციო და მამა გაბრიელო თხოვაო რომ რაღაცა გამიკეთეო და ამან უთხრა რომ ეხა არ მცალიაო და თუ მექნება დრო მე გაგიკეთება და შემოგვიბრუნდა ჩვენ. ეხა წავაო 5 საათი ილოცებს. და ამასო გონია თუ ღმერთი მოусმენსო? ხოთა ანუ ლოცვაო თუ სიკეთესთან არა თანასაზრდილი, თუ ლოცვა არ ახლავს სახარებული ცნებების შესრულებას სიკეთე, ის ლოცვას ღმერთი არ ისმენს. და ბოლოს მე მინდა იოანე ქროპირის უკვდავი ტრაქტატი წავიკითხო ლოცვის შესახებ. დღეს ლოცვის დღეა და ეს ვარ წაიკითხო. იოანე ქროპირი არის ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი ზოგადად ქრისტიანებისთვის რო ასწავლეთ. არის ბერმონაზნობისთვის, არიან ღვთისმეტყველი, მაგრამ იოანე ქროპირი არის საზოგადოებრივ ყველა ქრისტიანისათვის არის. ყველა დროის ყველა ქრისტიანისათვის. იმდენად მნიშვნელოვანია იოანე ქროპირის სწავლება. ლოცვა ნახეთ მზის ხივები გამოგრთება თუ არა, ყველა ნადირი გარბის თავისი და თავის სოროში იმალებაო. ზუსტად ასე ხდება, როდესაც ლოცვის ერთგვარი სხივი მოწყდება ჩვენ ვაგეს და ენას. მაშინ გონება გვინათლდება. ყველა უგუნური, მხეცური ნება ფრთხება. გარბის და იმალება თავის თავშესაფარში. ოღონდ საამისოდ ბეჯითად შინაგანი დაძაბვი და ფხიზელი გონებით უნდა ვილოცოთ. ამ დროს ჩვენში გვერდში მყოფი ეშმაკიც გარბის. ეშმაკსო საერთოდ არ ეშინია ლოცვისო. ეს არქიმანდრიტი იძახის. ეშმაკსო არ ეშინია ლოცვისო. რატო ვიძახით იცი ამას? იმიტომ რომ ჩვენ კარგი, აი რამდენი ხანი ვლაპარაკობთ, ხო, ამდენი წელი ვქადაგებთ, კარგი არ გვემახსოვდება. მაგრამ ერთხელ თქვა კაცმა ცუდი და ყველას გონებაში ჩარჩა ეს. შეიძლება ნეგატიურად ისე, მაგრამ ყველაზე იმოქმედა ეს. ესე იგი ეშმაკი განგვეშორება. ლოცვა არის ნავსაყუდელი ღელვაში მოხვედრილთათვის. ღუზას ვირთების დროს, უძლურთა ლერწამი, ღატაკთა საუნჯე, დიდართა სიმტკიცე, სნეულებათა შემუსრელი, სიმართლის გუშაგი, ლოცვა სამუდამად იცავს ჩვენში არსებულ სიკეთეს და მწრაფ განაგდებს სიავეს. თუ განსაცდელი შეგემთხვა, იოლად უკუნიქცევს მას. თუ დავკარგეთ ქონება ან რაიმე რამე სხვას, ლოცვა სულის ამ წუხარებას სწრაფად განგიქარვებს. იგი გვიქარწყლებს ყოველგვარ დარდს, გვძენს დიდ სულოვნებას, განგვაცთევინებს მუდმივად მადლიერებას, არის დედა სიბრძნისა. ვინც ბეჯითად ლოცვა ხელეწიფება, თუნდაც სრულიად უპოვარი იყოს, მაინც ყველაზე მდიდარია. და პირიქით, ვინც არ იწვრთება ლოცვაში,
ის თუნდაც ტახტზე მირჭმული უღარიბესია. განა აქაბი მეფე არ იყო და უთვალავი ოქლო ვერცხლს არ ფლობდა, მაგრამ რაკი ლოცვებს არ აღავლენდა და ეძებდა ელიას, კაცს უთავ შესაფორს და შეუმოსავს, ვისაც მარტო ერთი ხალენი გააჩნდა. მითხავ, რას ნიშნავს ეს? შენ აქაბი ამდენი სიმდიდრის მფლობელი და ეძებ უპოვარს? დიახ, მიპასუხებ. რას მარგებს საუნჯე? როდესაც ელიამ შეკრა ცა და ყოველივეს ფასი დაუკარგა. ხედავ, რამდენად უფრო მდიდარი იყო ელია აქაბზე? თქვა სიტყვა თუ არა, მეფე და მთელი მისი მხედრობა უკიდურესად გაღატაკდნენ. ჰოი საოცრებაო, ცანი შეკრა კაცმა, ვისაც 60-იც კი არ ქონდა. მან სწორედ ამიტომაც შეძლო ეს, რომ შესამოსელს იყო მოკლებული. სააქიოში არაფერი გააჩნდა, უდიდესი ძალა ამიტომაც აჩვენა. მხოლოდ გახსნა პირი და სიკეთეთ აურაცხელი საუნჯე ზეგარ დამოავლინა. ჰოი წვიმის გამომწვევი ბაგეები, ჰოი შხუპუნა წვიმის მომყვანი ენა, ჰოი უთვალავ სიკეთეთან შემქმნელი ხმა. მაშ მუდამ თვალწინ გვედგას ეს ადამიანი, ღატაკი და ამასთან მდიდარი, რადგან სიღატაკი იყო მისი სიმდიდრე. მოვიძულოთ აძმყო და ვინატროთ მომავალი. ღმერთმა დააგვლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა მოგვანიჭოს ლოცვის უნარი ძალა. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, მამები გვასწავლიან უპირველესად ისწავლე ლოცვა და შემდეგ შეეცადე სწორი ლოცვა, მუდმივად ილოცო და ეს არის ყველაზე კარგი საშუალება ცხონებისათვის. ღმერთმა დაგვლოცოთ და გაკურთხოთ.